Ой, сейчас почитаем. ეს უნდა გავიმახსოვროთ, რომ ეს არის თქვენი სახელობის მონუმენტლაფის. ნახე, ჯუდას მითაკეთებს, მაგრამ ემბალა. ვილი მიწა ჩაიქცა. და მაგეთ ზეკერ ფილმად ნეცნე. Давайте с нами. Я хочу. Видите? Тбилисское телевидение снимает, разговаривает. Я хочу дамами. Да. Я вообще вот так. Улыбаемся! Сейчас вылетит птичка! Мы приехали из Украины и сегодня принимали участие вот в этой прекрасной акции по высаживанию деревьев. Это аллея дружбы, которая увековечит память между Украиной и Грузией. Мы благодарны вам за то, что ваша земля приняла эти деревья с подачи наших рук. Пусть здесь расцветает сад, пусть будет аллея вечной дружбы и никогда не стареет атмосфера дружбы между Украиной и Грузией. პირველ რიგში მთელ მართლმადიდებლობას, მთელ ზესტაფონს ულოცავთ ბზობის ბრწყინვალე დღესასწაულს. და სიმბოლურია ის, რომ დღეს ზესტაფონს ყავს უამრავი სტუმრები სამი მეგობარი ქვეყნიდან და დღეს სიმბოლურად ვაშენებთ მეგობრობის ხეივანს.
და თვითონაც ბზობა ნიშნავს სიყვარულს, მეგობრობას და ეს გაშენებული ხეივანი დარჩება სიმბოლოდ ჩვენსა და ჩვენ მეგობარ ქვეყნებს შორის საუკუნით განმავლობაში. დღეს აქ ვგავთ ბზას, ბზობასთან დაკავშირებით და ვაშენებთ უამრავ ლამაზ ხეივანს. მე დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველა ორგანიზატორს, ყველა ჩამოსწორებულ სტუმარს და ასევე მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო ამ ლამაზი ხეივნის გაშენებაში. პირველ რიგში მე მინდა ზესტაფონლებს მიულოცო დღევანდელი ბზობის დღესასწაული. როგორც ხედავთ, აქცია გამწვანების დარგში გრძელდება ზესტაფონში. ჩვენ ადრე ჩამოვიტანეთ 124 ცალი ცაცხვი, დავრგეთ ეს ჩვენი ხარჯებით და რა თქმა უნდა მიდან რა ქვია გამგეობიდან და საკრებულოდან იყო ხელშეწყობა. დღეს კიდევ მივიღეთ მონაწილეობა ჩამოსული სტუმრებთან ერთად. 3 ქვეყნიდან არიან ჩამოსული, როგორც მოგეხსენებათ, რუსეთი, უკრაინა და ლატვია და პლუს საქართველოს ჩვენი ზესტაფონელი მოცეკვავეები. აგერ გავაკეთეთ მეგობრობის ხეივანი, რომელშიც მივიღეთ მონაწილეობა. ძალიან კმაყოფილები დარჩენ ჩვენი სტუმრები და კიდევ ალბათ წასვლამდე კიდევ ერთ აქციას ჩავატარებთ აი ამ გამწვანებასთან დაკავშირებით. კიდევ და კიდევ მინდა მადლობა მოუხადო აი სულ იმ ორგანიზატორს, იმ გამგეობას, საკრებულოს, პირადად დეპუტატს ბატონ გოგი ქავთარაძეს, აი ესეთი აქციისათვის, ასეთი მიღებისათვის და რა ვიცი, დანარჩენს ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ზესტაფონი დაემკვანოს მართლა რომ სანიმუშო ქალაქს საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო ქალაქი რო გახდეს რა, როგორც გამწვანებით, ისე დასუფთავების მხრივ. მე კიდე ერთი რამე მინდა გთხოვოთ, რომ მივაქციოთ ყურადღება ის, რასაც ვაკეთებთ, რომ მოუვაროთ ძალიან გთხოვთ, თქვენთან ერთად უთქვენოთ არ გაკეთება სხვანაირად არაფერი. ძალიან გთხოვთ რა. ძალიან დიდი მადლობა.